სხვათა შორის ძალიან საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება ბოლო დროს ბაზარზე. აშკარად კომპანიებმაც და თანამშრომლებმაც უფრო დაინახეს ზუსტი აღრიცხვიანობის და მონაცემების ქონის ღირებულება და ფასი. იმიტომ რომ კომპანიაში რო შევდივართ ხოლმე ხედავთ რომ საწყობში ფურცელზე, Excel-ში რაღაცა ხელის დაწერილ სოფტებში ცდილობენ რომ მაქსიმალურად აღრიცხონ ზუსტად ეს თავისი მარაგები. ანალოგიურად ტრანსპორტირების ნაწილშიც მარშრუტის შეჯამება აუცილებლად ხდება ხოლმე Excel-ში, რა კილომეტრაჟი გაიარა მანქანამ, რამდენი საწვავი დაწვა, რა წონა მიიტანა და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც ჯერჯერობით მაინც ადამიანების მხარეს რჩება, ეს არის თვითონ დაგეგმარების ნაწილი, რა საწყობში სად დავდოთ საქონელი, ვის რა დავავალოთ, რომელ მანქანაში რატო ერთი ჩავდოთ, რა მარშრუტი გავუშვოთ და ასე შემდეგ და ალბათ მაგის მიზეზი მაინც ის არის, რომ ჯერ არ არის საკმარისად ინფორმაცია ბაზარზე, ისეთ ციფრულ ინსტრუმენტებზე, რომელიც ამ პროცესებსაც ფარავს და ამარტივებს ადამიანებისთვის. საწყობებისთვის არის ესეთი პროგრამული გადაწყვეტები WMS-ი, რომელიც ეხმარება თანამშრომლებს, რომ ავტომატურად დაკალკულირდეს, რა საქონელი სად განვათავსოთ ან საიდან ავიღოთ. თან თვითონ მესაწყობეებს აქვთ მობილური აპლიკაცია, რომლითაც ასკანირებენ საქონელს მიღებისას, აგროვებისას, ინვენტარიზაციისას და შესაბამისად ეს ინფორმაცია რაღაც ერთ სივრცეში იყრის თავს და ძალიან ხელმისაწვდომია ყველასთვის. ანალოგიურად ტრანსპორტირების ნაწილშიც არის სოფტები, TMS-ი ქვია, რომელშიც მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება ავტომატურად, მანქანების ტვირთამწეობის, ლოკაციების განთავსების მიხედვით, თან თვითონ მძღოლებს აქვთ მობილური აპლიკაცია, რომელშიც უჩანთ, რომ სად უნდა მივიდნენ, რა საქონელი დატოვონ და ბექშიც ითრექება მათი პროცესი, რაღაც გეგმაფაქტიური ანალიზის კეთდება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის მიზანი, რაზეც ვისაუბრე ხარ, რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და აღრიცხვიანობა იყოს ზუსტი, ბევრად მარტივად მიიღწევა ამ ავტომატური საშუალებების გამოყენებით.